კვლავ პასუხის მოლოდინშია საქართველოც. Რატომ იცვლება დამოკიდებულება იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება მოვლენები? თბილისიდან ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ ღია წერილზე ბრიუსელში ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. საქართველოს ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ასეთია: თუ სტანდარტები უნივერსალურია, მაშინ შეფასებებიც ერთნაირი უნდა იყოს. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ოფიციალური თბილისიც და საერთაშორისო პარტნიორებისგან პასუხებს ითხოვს. დანიაში მომხდარის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, რამდენად თანმიმდევრულია საერთაშორისო მიდგომები, როდესაც საქმე პროტესტსა და ძალის გამოყენებას ეხება. ლუკა ჩანგელიას რეპორტაჟი. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის გეოგრაფიული მანძილი 3600 კილომეტრზე მეტია. თუმცა პოლიტიკური ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო დიდია დანიის ხელისუფლების აცდენა იმ რეალობასთან, რომელიც მშვიდობიან პროტესტსა და ძალადობრივ ესკალაციას უშეცდომოდ უნდა ასხვავებდეს. 2024 წელს, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლიენთო კოპენჰაგენიდან ეს სურათი სულ სხვა ოპტიკით ჩანდა. მაშინ იქ ამ ყველაფერს მშვიდობიან და დემოკრატიულ პროცესს უწოდებდნენ. მოლოტოვის კოქტეილების პირისპირ მდგარ სპეცრაზმს ძალადობაში ხელისუფლებას კი ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებდნენ. ტერმინოლოგიური სიზუსტე მაშინ ოფიციალური კოპენჰაგენისთვის გეოგრაფიულ კოორდინატებზე იყო დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება არღვევს საქართველოს გზას ევროკავშირის წევრობისკენ. მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლება. თუმცა 2026 წლის 13 მაისს კოპენჰაგენის სტანდარტში გეოგრაფიული წითელი ხაზები გაჩნდა. ირკვევა, რომ დანიური პოლიტიკური აღქმით ცეცხლი თბილისში დემოკრატიის გამოხატულებაა. კოპენჰაგენში მშვიდობიანი პროტესტი კი ეგზისტენციალური საფრთხე დანიის სამეფოსთვის. თან იმდენად საშიში, რომ შეკრებილ 15-ოდე ადამიანს ადგილობრივი პოლიცია ხელკეტებით უპირისპირდება და ძირს დავარდნილს გაწვრთნილ ძაღლსაც მიუხსევს. ალბათ ეს არის პროპორციულობის ის უცნაური ევროპული ნორმა, რომელსაც თბილისისგან ასე დაჟინებით მოითხოვდნენ. ნორმა, რომელსაც დანიელი ხალხი გმობს, თუმცა საკუთარი ხელისუფლება ყურადაც არ იღებს. პოლიტიკურ ანალიზსა და ჟურნალისტიკაში ორმაგი სტანდარტი გეომეტრიული ფორმულით იშიფრება. ერთი და იგივე ქმედება იღებს რადიკალურად განსხვავებულ შეფასებას იმის მიხედვით, თუ ვინ არის მისი შემოქმედი ან ვისკენ არის მიმართული. ამ რეალობის შემდეგ ხვდები, რომ დღევანდელ მსოფლიოში სამართალს, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს აღარ აქვს ერთი უნივერსალური სტანდარტი. ხვდები იმასაც, რომ ეს სტანდარტი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ქვეყნის საგარეო უწყების პრესრელის კითხულობ მოცემულ მომენტში. ერთიანი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში დგება მომენტი, როდესაც უპირველესი საკუთარი სიმართლის დაცვაა. სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვები ორმაგი სტანდარტის ავტორებთან, რომლებზეც პასუხის გაცემა მათ უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აქცევთ. ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გავსორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შეასრულა იქცეს არა ამღერებლების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივია თქვენ მიმართ ჩდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები ისწრაფოდნენ. როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიხავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უყუსლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება. როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად საერთოდ მიხავს ევროკავშირი ამ გზას. სამწუხაროდ შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულობელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის.
რა გეგმა აქვს ევროკავშირის სამმართველობით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაჩხვევებელი პროცესების საბოლოო შედეგი პროცესებისა, რომლებზეც არ მხოლოდ ჩვენ საუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა და პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ. რამდენად შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს ის, რაც კოპენჰაგენის ქუჩებში მოხდა. ეს ლეგიტიმური კითხვა დანიის ხელისუფლებას ჩვენს არაერთხელ დავუსვით. თუმცა ჩვენთვის პასუხის გაცემის ნაცვლად ევროპელმა ბიუროკრატებმა კვლავ ნაცად ბიუროკრატიულ ხრიკს მიმართეს. საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვა მისამართა საგარეო უწყებამ იუსტიციის სამინისტროსთან. აქ კი უკვე არავის აღარაფერი უთქვამს. დანიის ხელისუფლების ამ დუმილს ზალადობაზე თავად დანიელი ხალხი მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნის – ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომები დიდი ხანია გაცდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კრიტიკას. გარე ძალები ცდილობენ, რომ საკუთარი ხალხის ხელით, საკუთარი მოქალაქეების ხელით განახორციელონ ერთგვარი დაპყრობა. ამის საშუალებას არ ვაძლევთ. ხშირად ამბობენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, რომ მაგალითად აღმოსავლეთი ცდილობს ეკონომიკით, ჩრდილოეთი ძალით, დასავლეთი საკუთარი ქვეყნის ხელით. სამხრეთსაც კი შეგვიძლია გადავწყვეტ მათი თქმით ასიმილაციით. ყველას რაღაც ნიშანი აქვს ბევრი პოლიტიკოსის თუ მოქალაქის თუ ასევე ჟურნალისტის შეფასება. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს თუ ამ აზრს გავყვებით და დავეთანხმებით ნაწილობრივ მაინც. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარი ხალხის ხელით ჩვენი ქვეყნის დაპყრობის მცდელობასთან, ისე რომ ამ ხალხის შეიძლება დიდი უმრავლესობა ეს ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, რაც ცოტა ნაკლებად სავარაუდოა პოლიტიკოსის შემთხვევაში, მაგრამ მაინც ცდილობენ ჩვენ ქვეყანაზე მინიმუმ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ გავლენის მოხდენას და საკუთარი ინტერესების გატარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ემთხვევა ხოლმე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. ამიტომ უნდა დაუპირისპირდეთ ყველა ასეთ მოვლენას და ორმაგი სტანდარტი ყველა ჭირზე უნდა ვამხილოთ. მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციები დასავლეთიდან მშვიდობიანად მოინათლა, ხოლო 2025 წლის 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე დემოკრატიის გამოხატულებად გამოცხადდა, ევროპული ბიუროკრატიის ქმედებები უკვე აღარავის აგვირვებს. დუმილი ევროპული დედაქალაქებიდან აღრმავებს ეჭვს, რომ სიჩუმე სიმართლეს იმდენად ხმამაღლა ამხელს, რომ პოლიტიკური გავლენების მიუხედავად მისი გადაფარვა შეუძლებელი ხდება.